ამ ადამიანების სიცოცხლისანაც. რაც პირდაპირ და ღიად გეტყვით არის ის, რომ 10,000 ლარი ეს არის დაზღვევის ანაზღაურება, რაც ასევე აღნიშნა ერთ-ერთმა თქვენმა სტუმარმა, რომელსაც დაზღვევა იხდის. ეს დაზღვევის პირობები, ასე ვთქვათ, პროფკავშირებთან და შესაბამის სტრუქტურებთან, ჯანდაცვის სტრუქტურებთან მთლიანი ხელშეკრულება თავის დროზე გავიარეთ და შეთანხმებულია და შესაბამისად ეს არის ის, რასაც დაზღვევა იხდის, რაც შეეხება ამის მიღმა, კომპანია გვერდში უდგას ოჯახებს და უბრალოდ ამაზე ძალიან ხერხულია უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას იღებს კომპანია. მე მინდა იგა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას იღებს კომპანია. რატომ არ იყო უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით გატარებული? გეტყვით, ცხადია უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით კომპანია რომ იღებს ვალდებულებას, სწორედ ამიტომაც ბოლო რამოდენიმე თვეა თუ რამოდენიმე წელი ახდენს ინვესტირებას ახალ თანამედროვე ლევან, სხვა რამეს გეკითხებით უკაცრავად. მითხარით პირდაპირ. თქვენ ყველაზე კარგად იცით ეხლა ამ კითხვის ფასი, რასაც მე გეკითხებით. კომპანიას აკისრებენ მეშახტეები პასუხისმგებლობა. ხმამაღალი მაქვს ხმა გაგაგონებთ არა უშავს კომპანიას აკისრებენ აქ მსხდომი მეშახტეები პასუხისმგებლობას. კომპანია იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ არ იყო იქ უსაფრთხოება დაცვა. არ გაურბის. რაც შეეხება უსაფრთხოების დაცვა არ დაცვას, მოდი დღეს ამაზე საუბარი არის ნაადრევი. რას ნიშნავს ნაადრევი 4 ადამიანი რეგლამენტების შესაბამისად იყო, რამდენად რეგლამენტების შესაბამისად იყო და ასე ვთქვათ სამუშაოები ჩატარებული, რამდენად დარღვეული იყო თუ არა სისტემური დარღვევები და ასე მხრიდან, ანუ მათი ბრალი იყო, ვინც დაიღო. არა, ეს კომპანიის ბრალი იყო თუ ვისი ბრალი იყო, ამას ეს ყველაფერი იქა უნდა დაადგინოს გამოძიება. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ჩვენი ვარაუდები გამოთქვათ ან ჩვენი მოსაზრებები, მაგრამ დღეს ჩვენ სამწუხაროდ ვერავის ვერ წაუკითხავთ საბრალდებო დასკვნას და ვერავის ვერ არა საბრალდებო დასკვნაზე არ არის ჯერჯერობით საუბარი. ჯერჯერობით საუბარი არის 4 ტრაგიკულად დაღუპულ მე არ გამოურიცხავ. მე არ გამოურიცხავ დაღუპულ მეშახტეზე, რომლებიც 400 მეტრის სიღრმეში ჩაიმარხა. მაღალი დონის მენეჯმენტიდან ინგა მე არ გამოურიცხავ რომ დადგეს და ბუნებრივია ამ შემთხვევაში არსებობს კანონი თუ სისხლის სამართლის კოდექსი, თუ ეს კოდექსი დაერვა, ყველამ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე თანაბრად. ლევან, ერთი წუთით იყავით ჩვენთან, მე არ ვიცი მეშახტეებს აქვს თუ არა სურვილი, რაიმე